მარტის თვეში ვქონა დაბნელებები და საკმაოდ მძიმე და ტრანსფორმაციული პერიოდი იყო ყველასთვის, თუმცა აი აპრილის ბოლოდან უკვე გვაქვს საკმაოდ მძიმე და სახიფათო ასტროლოგიური ასპექტები პლანეტებს შორის. აი კერძოდ რომ ჩამოვთვალოთ მზე მარსის დაპირისპირება, გვაქვს მარსი პლუტონის დაპირისპირება და მზე პლუტონის დაპირისპირება. ეს პლანეტები ყოველთვის ამწვევს ადამიანებში მღელვარებას, აგრესიულობას, კონფლიქტურობას და შფოთიანობას. შესაბამისად, იმისათვის რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიყოთ ფრთხილად, პირველ რიგში რაც არის აქ მნიშვნელოვანი, რომ არა უყვეთ ჩვენს ნეგატიურ აზრებს. აი, ბევრი წერდა კიდეც იქ, რომ აი მართლაც აქვთ ახლა შფოთიანობა, ზოგს პანიკური შეტევები დაეწყო დავუშვათ, ხო? იმიტომ რომ ეს პლანეტარული ფონი არ არის მშვიდი ახლა და უამრავ კონფლიქტებს და პროვოკაციებს აქვს ადგილი. შესაბამისად, ვინაიდან გაფრთხილებულები ვართ უკვე რომ ვიცით, რომ ესეთი მძიმე ფონია, კარგია რომ პირველ რიგში არა უყვეთ პროვოკაციებს, არ შევიდეთ ღია კონფლიქტებში და შევეცადოთ რომ ეს პერიოდი ვიყოთ აი უფრო მშვიდ და გაწონასწორებულ მდგომარეობაში, სანამ ეს ასპექტები ჩაივლის. ეს ასპექტირებები შემცირდება და ჩაივლის უკვე მაისის დასაწყისიდან. იქამდე ეს პერიოდი გვაქვს მწვავე და კი ვხედავთ, რომ აი უბედური შემთხვევები და სიკვდილიანობაც გაზრდილია. შესაბამისად, მაქსიმალურად ყველას მოვუწოდებ, რომ შეინარჩუნონ ეს შინაგანი ჰარმონია და სიმშვიდე. და განსაკუთრებით ეს ეხება ახლა, რა თქმა უნდა, აი ფიქსირებული ხარისხის ნიშნებს, ვინაიდან მარსი გვაქვს ახლა ლომში, ლომები უფრო გააგრესიულებულები იქნებიან, მორიელები, კურვები, მერწყვლები. აი ეს ნიშნები განსაკუთრებით და კიდევ ვისაც პირად რუკაში აქვს ამ ნიშნების გავლენა. თუმცა, მაინც ყველა ადამიანში ასე თუ ისე იქნება ეს მღელვარება და შფოთიანობა და კარგია რომ ესეც გავითვალისწინოთ. მაისი ბევრად უფრო მსუბუქი იქნება რეალურად ვიდრე აპრილი და მარტი ვქონდა და აქ მნიშვნელოვანია კიდევ აი ერთი პლანეტარული ცვლილება, ხო, რაც გვექნება და ამას ექნება შემდგომში 3 წელი გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და სხვადასხვა მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებზე. ხო, სატურნი, პლანეტა კარმის, პლანეტა კანონის შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს. ხო, 3 წელი არის ხოლმე ერთ ნიშანში. აი, კერძოდ ეს მოხდება 25 მაისს, თევზიდან შევა ვერტში. და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხო, აი მოხდება ეს ცვლილება და შემდგომში უკვე იქნება ზუსტი შეერთება სატურნი-ნეპტუნის. ეს საკმაოდ იშვიათად ხდება ხოლმე ვერძის ნიშანში. რას ნიშნავს ახლა ეს? რა თქმა უნდა, ახლა ვერძები იგრძნობენ ამას, მაგრამ სხვა ნიშნებსაც შეეხება და ყველა ადამიანს შეეხება ეს. ანუ მთელი წლის განმავლობაში გვექნება ეს პლანეტარული შეერთება, ხან შედარებით შესუსტდება, ხან უფრო გაძლიერდება, მაგრამ ეს ფონი იქნება სატურნი-ნეპტუნის შეერთების. ახლა რომ ავხსნათ, რას ნიშნავს ეს ნეპტუნი, ხო? შემოქმედებითობას ზრდის, ამჟამად დეპრესიულობას ზრდის, ინტუიციას და ეს არის პერიოდი, როდესაც ყველას გვაქვს საშუალება ჩვენი შემოქმედებითი საწყისები გავაღვიძოთ და ერთგვარი ეს სულიერი გამოღვიძების პერიოდიც გავიერთოთ. საკმაოდ საინტერესოა ამ მიმართულებით. ამავდროულად, ვინაიდან სატურნი არის კანონის და კარმის სიმბოლო, შესაძლებელია რომ აი ჯანდაცვის სფეროში მეტი მკაცრი კანონები შემოვიდეს და ეს შეეხოს სამედიცინო სფეროს. კიდევ ნეპტუნი შეეხება შემოქმედებით სფეროებს, ხო? ამავდროულად შეეხება ეზოთერიკასაც და ასტროლოგიასაც, მედიცინას, მოკლედ საკმაოდ ბევრ სფეროს გაერთიანებს და არის მოსალოდნელი მთელი წლის განმავლობაში, ხო, უკვე მაისიდან, რომ გქონდეს გარკვეული ახალი თუნდაც კანონები, რაც შედარებით შეზღუდავს და მოსაზღვრავს აი ამ სფეროებს. აი ესეც მოსალოდნელია. რაც შეეხება მაისის პროგნოზს, მაისი იქნება საკმაოდ რომანტიული თვე, იმიტომ რომ აი უკვე აპრილის ბოლოდან ვენერა, ხო, სიყვარულის პლანეტა შევა ვერტში, მარსი გვაქვს ლომში და ეს ცეცხლოვანი ნიშნების აქტიური პერიოდი დაიწყება. ამიტომ კარგი პერიოდია მაისი წამოწყებებისთვის, აი თუნდაც ახალი რომანებისთვისაც, ხო, იმიტომ რომ არ გვაქვს ახლა პლანეტარული რეტროგრადულობები და შეიძლება ახალი საქმის წამოწყებაც, მაგრამ აი ეს ვენერას ტრანზიტი რო გვექნება ვერტში, მე მაინც ყველას ვურჩევ, რომ აი მთლად ბოლომდე იმპულსებსაც არ ავყვეთ, იმიტომ რომ მე შეიძლება რომ ვინანოთ. ამიტომ აი საკმაოდ დინამიური და აქტიური პერიოდი დაიწყება. როგორც ფინანსური წამოწყებებისთვის, ასევე სიყვარულის მხრივ და განსაკუთრებით აი ცეცხლის ნიშნებისთვის იქნება აქტიური პერიოდი, აი მშვილოსნებისთვის, ვერძებისთვის, ლომებისთვის, აი მათთვის აი საკმაოდ ენერგიული პერიოდი იქნება და რა თქმა უნდა ეს შეეხება კურვებსაც და ტყუპებსაც. ზაფხულის პერიოდი საკმაოდ მნიშვნელოვანი ასტროლოგიური ცვლილება გვაქვს. იუპიტერი, წარმატების და იღბლის პლანეტა, იცვლის 9 ივნისიდან 1 წლით იცვლის ზოდიაქოს ნიშანს და შევა კირჩხიბში. შესაბამისად, ზაფხულის პერიოდიდან კირჩხიბებისთვის საკმაოდ იღბლიანი პერიოდი დაიწყება, ასევე თევზებისთვის და რაღაც მხრივ ეს მურიელებსაც შეეხება, იმიტომ რომ წყლის სტიქია, ხო? ანუ კარგი პერიოდი დაიწყება ამ ნიშნებისთვის. შედარებით რა ნიშნები უნდა იყონ ფრთხილად, ხო?
რა თქმა უნდა, ვინაიდან შავი მთვარის ტრანზიტი გვაქვს ახლა მორიელში, მაინც მორიელებში არის ეს შფოთიანობა, ხო, და ეს ჩრდილოვანი მხარე მათი გამოვლენილი იქნება. ამიტომ ყველა მორიელს ვურჩევ, რომ თუნდაც რომ წარმატებული წელი გქონდეთ, ეს შინაგანი ყველაფრის გაკონტროლების მოთხოვნილება რომ დააბალანსონ და უფრო მიყვნენ აი ცხოვრებისეულ პროცესებს და უფრო მარტივად გაივლიან აი ამ წელს, ხო? იმიტომ რომ ლილიტი შავი მთვარე ჩვენს ჩრდილოვან მხარესთან არის კავშირში, ხო? ანუ ეს ჩვენი შავბნელი მხარე, რაც ჩრდილოვანია და მოგვყვება ცხოვრების განმავლობაში. ამიტომ უფრო მარტივად რომ გაიარონ მორიელებმა ზაფხულის პერიოდი, ამას ვურჩევ, ხო, რომ დაამუშონ ეს თავისი ზედმეტად კონტროლირებადი მხარე, ხო? და შფოთიანობაც წავა მერე. კიდევ რა ნიშანი უნდა იყოს მეტად ფრთხილად, ხო? ვერძი. იმიტომ რომ სატურნი რო ვერძში შევა, უფრო მეტი პასუხისმგებლიანი პერიოდი დაიწყება ვერძებისთვის, ამიტომ უნდა ისწავლონ პასუხისმგებლობის აღება თავის თავზე და აი საკმაოდ ისეთი დისციპლინირებული პერიოდი დაიწყება მათთვის, ანუ მოუწევთ რაღაცების დალაგება თავის ცხოვრებაში. ეს შეიძლება შეეხებოდეს როგორც ჯანმრთელობას, ასევე პროფესიას დაუშვათ, ხო? ან პირად ცხოვრებას. ეს უკვე პირად რუკას გააჩნია და ინდივიდუალურია, ხო, ტრანზიტების მიხედვით. კიდევ თხის-რქებისთვის არ დაიწყება მარტივი პერიოდი, იმიტომ რომ იუპიტერი რომ შევა კირჩხიბში, კირჩხიბი და თხის-რქა არის საპირისპიროდ მდებარე ანტაგონისტი ნიშნები. შესაბამისად, უფრო მეტი იმედგაცრუება შეიძლება ქონდეს თხის-რქებს და მეტად უნდა შეეცადონ აი უკვე ივნისის პერიოდიდან რომ არ ქონდეთ რაღაცა წინასწარი გრანდიოზული მოლოდინები, თუ მათ უნდათ რომ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ ივნისის თვიდან 1 წლით, ხო, ეს იუპიტერის ტრანზიტი რომ გვექნება კირჩხიბში. ვინაიდან სატურნი ნეპტუნის შეერთება იშვიათად ხდება და ვერძის ნიშანში ბოლოს სხვადასხვაის მქონდა დაახლოებით 4 საუკუნის წინ, ანუ ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენა, იმიტომ რომ ნეპტუნი ისეთი ნელი პლანეტაა ძალიან, სატურნიც საკმაოდ ნელი პლანეტაა და ეს ზოდიაქოს ნიშნების ცვლილება რომ ხდება, ხო, დეკადებში ერთხელ ხდება საერთოდ ნეპტუნი ვერძში და ეს იშვიათი მოვლენაა, ხო? ეს ვერძში შეერთება რომ ხდება, რა თქმა უნდა, ვერძი არის კავშირში ომთანაც, ვერძი არის ბრძოლასთან კავშირში, თვით დამკვიდრებასთან, ამიტომ ზუსტად აი ამ საკითხებს შეეხება და დიდი შანსია რომ გარკვეული ცვლილებები გქონდეს აი ამ მიმართულებით, ხო? შეიძლება ბევრი ომი ზუსტად აი მაგ პერიოდში დამთავრდეს უკვე, ხო? აი მაისის პერიოდიდან სატურნიც რო შევა ვერძში, ეს გაამკაცრებს უფრო და შეზღუდავს აი ამ კონფლიქტებს პლანეტაზე, ხო? აი სახელმწიფოებს შორის შეზღუდავს. მაგრამ ამავდროულად აქ მნიშვნელოვანია მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ უნდა გამოვიღვიძოთ სულიერად. და ნეპტუნის სულიერებასთან არის კავშირში, ხო? უზენაესი პლანეტა, ამიტომ ეს არის ერთგვარი ნიშანი სამყაროსგან ყველა ადამიანისთვის, რომ დროა გამოვიღვიძოთ და უფრო აი ცნობიერების დონე მაღლდეს მსოფლიო მასშტაბით იმისთვის, რომ კაცობრიობა წავიდეს წინ და მარტივად გავიაროთ ეს პერიოდი. ვინც დაუშვათ ვერ გაივლის ამ პერიოდს მარტივად, შეიძლება სერიოზული დეპრესიები და კლინიკური დეპრესიებიც კი დაემართოთ. ამიტომ ეს დეპრესიული ფონი ვისშიც იქნება, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ ვერ მიიღეს ეს ენერგიები და ეს ცვლილებები ისე როგორც უნდა მიეღოთ. ხო, ნუმეროლოგიაც საკმაოდ საინტერესოა, რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთი ინსტრუმენტია თვით შევეცდების ასტროლოგიასთან და ფსიქოლოგიასთან ერთად, ხო? კერძოდ დაბადების თარიღის ციფრზე რომ ვსაუბრობთ, ნუმეროლოგიაში ნიშნავს დაბადების თარიღი საკმაოდ ბევრ რამეს, ხო? ანუ კერძოდ დაბადების თარიღი არის ჩვენი ეგრეთ წოდებული გონების ციფრი ქვია, ხო? ანუ რა თარიღზეც დაიბადეთ, ის გონების ციფრი გაქვთ, ხო? შესაბამისად ეს გვაძლევს ერთგვარ ენერგიას იმისთვის, რომ წავიდეთ წინ ცხოვრებისეულად და რეალიზება მოხდეს პიროვნული. აი დავუშვათ, ვინც დაიბადა 21 რიცხვში, 3 რიცხვში, 12 რიცხვში, ხო? 30 რიცხვში გამოდის გონების ციფრი 3-იანი. იმიტომ რომ აი უნდა დავაჯამოთ და ერთნიშნა ციფრი მივიღოთ და 0 არ ითვლება, ხო? ვინც დაიბადა 5-ში, 14-ში, 23-ში, გონების ციფრი გამოვა 5-იანი და ასე შემდეგ, ხო? ამ შემთხვევაში ძალიან კარგია ვიცოდეთ რა პოტენციალი აქვს ჩვენს დაბადების თარიღს. იმიტომ რომ აი თუ დავუშვათ 5-იანი, ხო? აი ვინც დაიბადა 5-ში, 14-ში, 23-ში, თავის თავს ძალიან შეიზღუდავს და წავა შედარებით ისეთ ბიუროკრატიულ სფეროში, სადაც არ ექნება თავისუფლება, ვერ იქნება კომუნიკაციაში და
და ვერ გაყიდის სერვისებს დავუშვათ, ხო? იმიტომ რომ ეს არის მერკურის ნიშანი უკვე ხუთიანი, ხო? მერკური მართავს კომუნიკაცია და გაყიდვები. მაშინ ვერ იქნება რეალიზებული და იმ ხელწარმოებას ვერ მიაღწევს, როგორც დავუშვათ აი ხუთიანი რო წასულიყო მენეჯმენტში ან გაყიდვებში, ხო? ამიტომ ძალიან კარგია ვიცოდეთ ზუსტადაც რომ აი რა ენერგიები აქვს ჩვენს დაბადების თარიღს. კი და ამას აქვს სერიოზული გავლენა პიროვნულ რეალიზაციაზე. ადამიანისგან მსმენია რომ აი სავარაუდოდ კარმული ურთიერთობა მქონდა დავუშვათ, ხო? აი კონსულტაციაზეც რო განვიხილოთ ხოლმე ამ საკითხს, ხო? ჯერ უნდა გავიგოთ რა არის კარმა, ხო? კარმა ნიშნავს ვალს, აი რომ გადმოვთარგმნოთ ვალს ნიშნავს, ხო? ვალი ვალდებულება, ხო? ანუ რეალურად ითვლება რომ დედამიწაზე რეინკარნაციამდე ჩვენ ყველა ვაწერთ ერთგვარ კონტრაქტს ხელს და ვირჩევთ ვისთან გვექნება ცხოვრების განმავლობაში კონტაქტი და კომუნიკაცია. გარკვეული თუნდაც სასიყვარულო რომანტიკული ურთიერთობები, ხო, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში წინასწარ გაწერილია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის კარმული, მაგრამ კარმული ურთიერთობა ყოველთვის არ არის ცუდი. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კარმული ურთიერთობა ჩვენში აღვიძებს აი იმ ჩრდილოვან და დასამუშავებელ მხარეებს, რაც გვჭირდება რომ დავამუშაოთ, ხო? ანუ ხშირად კარმულ ურთიერთობაზე ამბობენ ხოლმე, რომ ტოქსიკურია, მაგრამ აი ზუსტად აი ტოქსიკურ ურთიერთობაში ხდება ადამიანის სულიერი გამოღვიძება და ზრდა თუ ადამიანის სწორედ მიიღებს აი ამ ურთიერთობის გაკვეთილს, ხო? ანუ კარმული ურთიერთობის მიზანია რომ თქვენ გაიაროთ გაკვეთილი, ხო? ანუ დაამუშაოთ, დაუშვათ თუნდაც თუ გახასიათებთ პირადი საზღვრების არ ქონა ურთიერთობაში დაუშვათ, ხო? თუ არ ფიქრობთ თქვენ თავზე საერთოდ ურთიერთობაში გავიწყდება თქვენი მიზნები, მაშინ აუცილებლად მოიზიდავთ აბიუზერს, ვინც გამოიყენებს ამას თქვენ წინააღმდეგ და მერე დაიტანჯებით და ერთ დღესაც მიხვდებით, რომ რაღაცას არ ვაკეთებ სწორედ. ამიტომ ნებისმიერი ურთიერთობა, იქნება ეს დაუშვათ კარმული თუ იქნება აი soulmate თურსაც რო ამბობენ, ხო? ყველა გვეძლება იმისთვის, რომ ჩვენ გავიზარდოთ, ხო? უმრავლესობა ადამიანებს აი სანამ იპოვიან თავის ნამდვილ მეორე ნახევარს სულიერად გადიან ერთ ან რამოდენიმე მძიმე კარმულ ურთიერთობას. რატომ ხდება ეს? ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ გავიზარდოთ სულიერად და ვისწავლოთ ჩვენი თავის ფასი, ვისწავლოთ პირადი საზღვრები ურთიერთობებში, რა არის ჩვენთვის მისაღები, რა მიუღებელი, ეს სწავლა ხდება ზუსტად კარმულ ურთიერთობებში. ხშირ შემთხვევაში აი ასტროლოგიურადაც ხო აი ფორმულა არსებობს, რომ გავიგოთ კარმულია თუ არა ეს ურთიერთობა და ბევრი შემთხვევა მქონია ასეთი კონსულტაციაზე სხვათა შორის. თუ პარტნიორებს შორის არის დაახლოებით აი 9.5-10 წელი სხვაობა, ხო, პლუს მინუს ეს 100%-იანი კარმული ურთიერთობაა. რატომ? იმიტომ რომ მაგ პერიოდში მათი პირადი რუკები რო ვნახოთ, კარმული კვანძები აქვთ ზუსტად ერთმანეთის საპირისპირო, ხო, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ისინი არიან ერთმანეთის კარმული მასწავლებლები. ამიტომ ეს შეგვიძლია რომ გავითვალისწინოთ. კიდევ თუ არის დაახლოებით 17.5-18 წელი სხვაობა, მაშინ ერთნაირი კარმული პროგრამა ექნებათ, ხო? ანუ ისინი მოვიდნენ ამ რეინკარნაციაში იმისთვის, რომ ერთად გაიზარდონ, ხო? ანუ საკმაოდ საინტერესო და მაგის ფორმულაც არსებობს ასტროლოგიაში, როგორ შეიძლება მივხვდეთ, რა სახის ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ეს ინდივიდუალურია. 27 აპრილს გვექნება ახალმთვარეობა კუროს ზოდიაქოს ნიშანში, ანუ ახალმთვარეობის დროს მზე და მთვარე ერთ ნიშანში დგება და ეს ქმნის ძლიერ ენერგეტიკულ ფონს მანიფესტაციისთვის. ამიტომ 27 აპრილს ძალიან კარგი პერიოდია მანიფესტაციისთვის, ხო, სურვილების ჩაფიქრებისთვის. ამავდროულად, ვინაიდან კუროს ნიშანი არის ფინანსურ სტაბილურობასთან, კეთილდღეობასთან კავშირში, კარგია რომ გავაკეთოთ კერძოდ ფინანსური მანიფესტაცია, ხო? ამისთვის შეგვიძლია რომ დავუშვათ სპეციალური აფირმაციები, ხო? ანუ დაპროგრამებული სიტყვები გამოვიყენოთ, რომ აი მე ვიზიდავ ფულს, მე ვარ ფულის მაგნიტი, მე ვარ მდიდარი და ასე შემდეგ. აი ეს სიტყვები რომ გამოიყენოთ მანიფესტაციის დროს და ასევე შეგიძლიათ სამყაროს თხოვოთ კონკრეტულად აი რა თანხის მოზიდვა გჭირდებათ. შეგიძლიათ თხოვოთ რომ გინდათ რომ ნებისმიერ სახის ფინანსური ბლოკები მოიხსნათ თქვენ ცხოვრებაში. ოღონდ არ უნდა ვთქვათ სიტყვა არ, ანუ ნეგატიური ფორმულირებები აგრძელულია მანიფესტაციაში. თუ არ გვინდა რომ პირიქით მოვიზიდოთ ის რაც არ გვინდა. ამიტომ ძალიან კარგი დღე არის განსაკუთრებით ეს კუროს ახალმთვარეობა იმისთვის რომ ფინანსური ბლოკები მოიხსნას ყველა ადამიანმა და ეს ეხება ყველა ზოდიაქოს ნიშანს და ყველა ადამიანს. შეგვიძლია 27 აპრილს დღის განმავლობაში როცა მოიცლით, აი გააკეთოთ ეს ფინანსური მანიფესტაცია იმისთვის რომ მოიხსნათ ეს ფინანსური ბლოკები.